რამდენიმე საათია საპატრიარქოში სინოდის წევრების შეკრება მიმდინარეობს. შეხვედრას მღვდელმთავრების ნაწილი ესწრება. საპატრიარქოში მივიდა მეუფე გიორგი ჯამდელიანიც, რომელმაც ცოტა ხნის წინ გიორგი შინჯიკაშვილი მისი მკვლელობის მცდელობაში ოფიციალურად დაადანაშაულა. ვიცავთ მედიას, ვიცავთ თავისუფლებას, ავლაბრის მეტროდან მედიის სოლიდარობის მსვლელობა გაიმართა. ადგილზე შეკრებილი ჟურნალისტები მოქალაქეებთან ერთად მარეგულირებელ კომისიასთან მივიდნენ. დღეს ბექაურის უწყება ქართული ოცნების მიერ კრიტიკული მედიის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებს განიხილავს. ჟურნალისტმა, რომელმაც ხელი გაარტყა პოლიციელს ციხეში ზის და პოლიციელები, რომლებმაც დალეწეს ჟურნალისტები და ხალხი, დააჯილდოვეს წმინდა გიორგის ორდენით. დააკვირდით, რატომ არ არის მათი სამართალი ქრისტიანული. წმინდა გიორგი მაწამებელი კი არ იყო, ის მოწამე იყო, თქვა არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა ქადაგებისას. ისრაელის თავდაცვის მინისტრის ისრაელ კაცის განცხადებით, აიათოლა ალი ხამენეი არსებობას ვეღარ გააგრძელებს. ამის შესახებ მან ირანის ბოლო სარაკეტო თავდასხმის შემდეგ განაცხადა. ირანში ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტთან კავშირი 78%-დან 3%-მდე შემცირდა. ირანის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სამინისტროს განცხადებით, ინტერნეტის დროებითი შეზღუდვები უსაფრთხოების მიზნით დაწესდა.